ჭაღი გავტეხე. უბრალოდ იმით არის პლასტმასები და ის. კი არა. ნიკა. ეხლა მოვედით სპლიტ მოლში. დავაპარკიდეთ მანქანას. ნიკამ დაკარგა პასპორტი და ვეძებთ. ბოლოს მოლში ქონდა წამოღებული, რომ ტაქსი ფრი გაეკეთებინა, მაგრამ ვეღარ პოულობთ. იპოვე. მოწონება არის მაგ ამოსაფრიჭადი. ფიქრობდი სად ვიპოვო მეთქეს ამოსაპრინტერებელი ამ ქალაქში. და უცებ მოვედი და აგერ დამხვდა. ამოვაპრინტერე ჩემი მწვანება ერთი რომლის შეძენაც კომპანია მაგნუშია შესაძლებელი. არაფერი არჩევანი არ არის. მაგში საუზმესაც კი ვერ შეუკვეთა, ისეთი ცუდი არჩევანია. მეცნიერება რამდენი საჭმელი. კებაბ სალათი, მაგდონალდში ბურგერი დაამატა, ბურგერი ავიღე ვეგანური და ავიღე ვეგანური სალათი. ლაშამ ყოში ჭამა ქათმის ვრაპი, მაგრამ მე გავუყობ ჩემებს. ძალიან healthy გვინდა, ძალიან ლაითი. სუბუკა დაწყება დილის არის სალათი, მაგრამ მაინც ბურგერი ხონდა შევუკვეთო ზემოდან. ქართველი პურის გარეშე ვერ არსებობს. ტელეფონი დავკარგე. ფეხსაცმელს ვისინჯავდი მოკლედ და იქ დამრჩა. Find My აპლიკაციას ჩავხედე, მივაგენი რა თქმა უნდა, მივედი იქ ადგილზე და დამიბრუნეს. ის რა არის? ბათუმის ბულვარში რო ფეხსაცმელები და ზუსტად იმხელა. რა ზომა? ირბევად ცხოვრებაში ვნახე. აი ესეთი ფეხსაცმელი იყიდა. ნიკა მიყიდა ფეხსაცმელი და ქურთუკი. მე ვერაფერი ვერ ვიყიდე. იმ სიცივეში გავიყინები. მარკეტში ვიყიდე ესეთი ადგილობრივი სასმელია. ფორთოხლის, ანანასი და მანგო ხო. ეს ჭამს ქათმის რაღაც ბურგერს. ყველა TikTok-ი შემხვდა. წყალია ჯერჯერობით, მაგრამ ესე რომ დააწვევი. უცებ წვენი გახდა. აბა. ძალიან კაია. ზუგოს წვენია იმენა. მანდარინი არის ჩემი საყვარელი ხილი. საქართველოში ალბათ უკვე დაიწყებოდა მანდარინის სეზონი. მივდივართ ეხლა სლოვენიაში, ლიუბლიანაში. სადღაც არის 450 კილომეტრი, 5 საათი დაგვჭირდება ან ცოტა მეტი. ხო, ზეთი მაქვს შესაძლებელი. ზეთი უნდა შევშალოთ, ეს კიდე შედი 1 საათი. ზეთი შესაძლებელი, ბენზინი ჩასასხმელი. შევდივართ ეხლა ფასი ეგზაზე და ხოთ რა იღირება. ჩემი აზრით იქნება 2.5 евро. ჩემი აზრით 4 ევრომდე. ზეთი მაქვს გამოსაცვლელი და ვერ პოულობ ვერსად ავტოსერვისი. ვაშლის და ჯინჯერის რედბული ვიპოვეთ. ვაიმე. ვაიმე, რა გემრიელია. ნახოთ აბა რამდენს გადავიხი. ჩემი აზრით ყველას, იმიტომ რომ 300 კილომეტრი გავიარეთ. შენ თუ 2.5. რა 2.5 რიღაცო 9 9 კი არა 15 მაინც იქნება. 22. 22 ევრო გადავიხადე. სლოვენიაში. ერთ წამს შეხედე. როგორ გადადიხარ ქვეყანაში, ევროკავშირის ზონაში. ქვეყანაში შემოსვლის წამიდან მომწონს სლოვენია, უმაგრესია, უხულესია, უკარგესია. ძლივს ვიპოვეთ აპარტამენტიდან გავიყინეთ. ლაშას მოყავს მანქანა, იმიტომ რომ მე და ნიკა ვეძებდით. სახლის წინ პირდაპირ მაკი გვაქვს და წინ უდიდესი მოლი. მოვიდა.